საღამშვიდობის ეძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. Ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ, თქვენთვის საკმაოდ საინტერესო პიროვნება ბატონი ვახტანგ ცეცხლაძე. უფრო დაძრულებით კი მის შესახებ ჩვენი გადაცემიდან შეიტყობთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ბლიც ანკეტა. დაბადების ადგილი ქალაქი გორი, ზოდიაქოს ნიშანი ვერძი, ოჯახური მდგომარეობა დაოჯახებული, საყვარელი საჭმელები ხინკალი და ხაში, საყვარელი სასმელები წითელი ღვინო და ცივი ჩაი, ჰობი მუსიკა და სპორტი, საყვარელი მწერლები ნოდარ დუმბაძე, გურამ ფანჭიკიძე, წელიწადის საყვარელი დრო, ზაფხული, საყვარელი ფერი თეთრი, იდეალური პიროვნება მამა ვახტანგ ცეცხლაძე, საყვარელი ფრაზა. ჭკვიანი კაცი ყოველთვის გამონახავს გამოსავალს გამოუვალი სიტუაციიდან, ხოლო ძალიან ჭკვიანი გამოუვალ სიტუაციაში არასოდეს ვარდება. ბიოგრაფიული შტრიხები. ვახტანგ ნუგრი ცეცხლაძე დაიბადა 1955 წლის 19 აპრილს ქალაქ გორში. 1972 წელს დაამთავრა გორის მეორე საშუალო სკოლა. 1973-75 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1991 წელს დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1991 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. არის საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის სამხარეო განყოფილების წევრი. 1999 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. თვითნასწავლი მუსიკოსია, ავტორია რამდენიმე საბავშვო სცენარისა, ლექსისა და სიმღერისა. ჰყავს მეუღლე, 2 ვაჟი და 1 ქალიშვილი. ვახტანგ ცეცხლაძეს მწერლობაზე ბავშვობაში არასოდეს უოცნებია. იგი ძალიან დამჯერი ჭკვიანი ბავშვი ყოფილა. დედის ქალბატონ ნადიას დახასიათებით ვახტანგი მშვიდი, წყნარი, უპრობლემო იყო და არასოდეს არ უხდებოდა მისი მკაცრად დარჩა. სკოლაში მისვლისთანავე გამოიკვეთა მისი ინტერესი მუსიკისადმი და მშობლებმა სასწრაფოდ შეუძინეს პიანინო. ერთი პერიოდი ფოტოგრაფიაც ხიბლავდა, იღებდა სხვადასხვა სურათებს და შემდეგ თავად ბეჭდავდა. 13 წლის იყო, როდესაც პირველი ლექსი დაწერა და დედას მიუძღვნა. შემდეგ ეს ლექსი შემოქმედებით კლუბ ტორციოში წაიკითხა, სადაც დააჯილდოვეს კიდეც. ეს პატარა საჩუქარი შემდგომ გახდა სტიმული იმისა, რომ ეწერა. ვახტანგ ცეცხლაძე პედაგოგების ოჯახში აღიზარდა და თვითონაც გადაწყვიტა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება. არა, მწერლობაზე არ მიფიქრე. ესე შემოქმედებასთან ძალიან ახლოს ვიყავი ყოველთვის. ბავშვობიდან მიტაცებდა მუსიკა. 17 წლის ასაკში გამოვედი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ასე ვთქვათ, აი პირდაპირ ჩაწერთ მაშინ არ იყო ესეთი რამე, რომ გაკეთებული იყო მონტაჟი და ასე შემდეგ. პირდაპირ გამოვედით, პირდაპირ ვიმღერეთ, დაუკარეთ და გავედით კონკურსანტები გახდით მაშინ. 17 წლისა ვიყავი მაშინ. არა, როგორც ასეთ ახლა მწერლობაზე კი მქონდა უცნებად რაღაც სერიოზული გამეწერა, ასე ვთქვათ, რომანი იქნებოდა ეს თუ მოთხრობა, მაგრამ თავის ალბათ წლებმა მოიტანა მე ეს ყველაფერი. სხვათა შორის სტუდენტების პერიოდში დავწერე ერთი რომანს დავარქმევდი, ლაქა ერქვა იმას. და მე ეს ყველაფერი იყო გაჩერებული. მოგესალმებით, ეს დრო იყო მაშინ ცენზურის მოპოვება ძალიან ძნელი იყო, ყველა სიტუაციებთან იყო დაკავშირებული ეს ყველაფერი და დავდე იდო წლების განმავლობაში ეს ჩემი დაუმთავრებელი რომანი. მაგრამ ახლა მე წყობა რო შეიცვალა უკვე ასაკში რო შევედით, ეს უბრალოდ განაჩენი ჩემი საყვარელი რომანი რო დავწერე. ამას მომდი დაახლოებით 1-3 წელიწადი ამ უბრალოდ განაჩენის დაწერას. ხო და 3 წლის მერე ეს გავიხსენე ის ჩემი ლაქა. მაშინ მოგესალმებით მოხდა ეს სამაჩაბლო, ეს თბილისის ომი, აფხაზეთის ომი და მე უკვე სხვანაირად წავიდა ჩემი აზროვნება. ვიფიქრე, ცოტა შევცვლი მეთქი და თანამედროვე მის ინტერპრეტაცია შევცვალე და გამომივიდა და დავარქვი ჟამი განკითხვისად. რა ვიცი, მე მგონი კითხვას მოეწონა ეს ფილმი. ძალიან ცივი ტირაჟი გამოვიდა, იგივე უსახსრობის გამო. დედაჩემის მხრიდან სულ ყველა ფილოლოგები ვართ, ბიძაჩემი, დედაჩემი, ჩემი დეიდაშვილები, თვითონ დედაჩემის ფილოლოგი იყო, სულ პედაგოგები ვართ ახლა. ხო და რა თქმა უნდა, უფრო მე ეს ხო დავამთავრე ინსტიტუტი. დღე მუშაობდი და საღამოს დასწრებულზე სწავლობდი გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში.
იყო ასეთი კლუბი ტონტიუერ ხო ასეთი ის იყო ეგ ახალგაზრდა მაწვილ პოეტებს და ვისაც წერლობისკენ მქონდა მისწრაფება და გადახრა ასეთ ადამიანებს გეპატიჟებოდნენ. ეხლაც მაქვს ის წიგნი შემონახული, რომელსაც დამაჯილდოვეს, მაშინ წავიკითხე დედაზე ლექსიაც იყო 13 წლის ასაკში ვიყავი, მაშინ 13 წლის ავიყავი და ბიბლიოთეკაში ჩატარდა კომბინატის ძალიან კარგად მახსოვს ეს კონკურსი. ახალგაზრდა მაწვილი პოეტებისა და იქ წავიკითხე დედაზე ჩემი საკუთარი ლექსი სამსტროფიანი და დამაჯილდოვეს წიგნით ისეთ გამეხარდეს დახტმანებული დავჭეხლე 13 წლის ბიჭისთვის დიდი რაღაც მიღწევა იყო ეს ყველაფერი. ვახტანგ ცეცხლაძემ დეტექტიური მოთხრობა პირველად მე-9 კლასში დაწერა და თანაკლასელებს წაუკითხა. მეგობრები მისი თახთოვანდნენ, თუმცა დღეს უკვე ეს მოთხრობა სასაცილოდ ეჩვენება, რადგანაც მას შემდეგ უკვე სერიოზული დეტექტივები შექმნა. იგი წიგნის სათაურებს საკმაოდ დიდ ხანს არჩევს ხოლმე. გამონაკლისი იყო მისი ახალი დეტექტივი სასტიკი საზღაური, რომელიც ამ წელს გამოსცა. და უკვე ძაფ სიუჟეტიანი რომანების მოყვარულმა წაიკითხა კიდეც. ბატონი ვახტანგი თავის თავს კლასიკურ მწერლად არ თვლის, მაგრამ იამაყება, რომ ხალხისათვის გასაგები ენით წერს და უკვე ყავს თავისი ერთგული მკითხველი. სხვათა შორის მინდა გავიხსენო ახლა ამ წუთში გამახსენდა მე-9 კლასში დავწერე დეტექტიური ჟანრის მოთხრობა. რომელსაც დავარქვი დამნაშავეთა კვალდაკვალ. და ეს ახლა ვერ გამომაჩინე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა რა პერიოდი იყო და მხოლოდ ჩემ თანაკლასელებს წავაკითხე. ახთუანებულები დარჩნენ ესენი ახლა იმ ენით და იმ ლიტერატურული ენით, რომელიცაც დავწერე, ნუ ახლა რომ წავიკითხო, შეიძლება სასაცილოც იყოს, მაგრამ იმ წუთში მასაც ესე იგი ძალიან მოეწონათ ამ ადამიანს ჩემ თანაკლასელებს, რა კარგია, ნუ კრივი, რა კარგია ესე და მე მას ყოველ გამოვაჩენდი და ალბათ აქედან მე წამოვიდე ეს ყველაფერი დაგროვდა და თან ახლა ეს ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობას ხომ მივიღე დავამთავრე ფილოლოგიის ფაკულტეტი და გრამატიკულად უფრო დავიხვეწე ასე ვთქვა და ისე მქონდა სურვილი რომ ეს უპროცესო განაჩენი სხვათა შორის უპროცესო განაჩენი რო დავიწყე წერა მაშინვე დავარქვი სასაური აი მაშინვე რომ იმიტომ მქონდა ეს ჩაფიქრებული რომ თავარი მოქმედი გმირი თავის უპროცესოდ უნდა გამოეტანა განაჩენი. აი ეს მქონდა ჩაფიქრებული და არ შემიძლია სათაური. რაც შეეხება აი ჟამი განგიტყვისას რამოდენიმე სათაური მოუძებნე რაღაც ვერე ბოლოს ჟამი განგიტყვის დავარქვი და არც ამ სასტიკი საზღაურის სათაურის პოვნა თუ მოძებნა გამჭირვებია რა ვთქვათ. აქაც იმიტომ რომ ამისი ფაბულა ეს თვითონ წიგნის ფაბულა რაც არის აი სრულად შეესაბამება ამ სათაურს, სასტიკი საზღაური. შეიძლება თქვა რომ მე კლასიკურად არა მაქვს დახვეწილი კლასიკური მანერა წერისა, მაგრამ წერ გასაგება თუ კი უბრალოდ თუ წერი იმკითხებს აღარ უხდება, მაგალითად იმ წინდადების მეორე და მესამე წაკითხვა. ერთხელ რომ წაიკითხავს, იმის უკვე ნათელია და იგებს რა უნდა წერას, იცი თქმა უნდა. ქალბატონი ნადია ელიოზიშვილს ადვოკატს ეგონა, რომ მისი შვილი აუცილებლად მუსიკოსი გახდებოდა. თუმცა მის ამჟამინდელ შემოქმედებით საქმიანობაში ყველანაირად ხელს უწყობს. იგი შვილის ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ძალიან უხარია ვახტანგის წარმატებები. ჩვენთან საუბარში ბატონ ვახტანგს სრულყოფილად გვიხასიათებს და აღნიშნავს, რომ იგი კარგი შვილი, კარგი მამა და კარგი პაპაა. ვახტანგის ბავშვობა შევაფასებით ძალიან დადებითად. კარგი, კეთილშობილი, ჭკვიანი, ისე რომ ამის გაზრდაში თუ აღზრდაში არავითარი პრობლემა არ შემქმნია. იყო ამ ხანაგების მოყვანული, მეგობრული, ბავშვების უზომოდ მოყვანული და ახლად გადაყავ დიდობაში. ბავშვები ძალიან უყვარს უზომოდ. ხო, რა ვიცი, სხვა რა ვთქვი, ხო, იმ ბავშვობაში მძიეს არაფერს არ უნდა, მე რომ მოიზარდა ნენილები, შედიოდა სიჭაბუკეში, კლასიდან კლასში გადადიოდა, რატომღაც ვამჩვევდით დედაცა და მამაცო ინტერესი გაუჩნდა, როგორც უნდა მუსიკისადმი. მე გადავიდა მერვე კლასში ქალბატონ მარიკა და რაღაც ის იყო ხოლმე სადგური ნოჩ ტექნიკოს და სადგური იყო ხოლმე ბავშვები და იქ მივიყვანით და სხვათა შორის იმან ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ამ ბავშვზე. იქიდან მოსდეს, აი თვითონ აღნიშნა რომ ბევრი რამე ისწავლა იქიდან და შეიჩვისა. რაღა აღარ ეხერხება, რა ვიცი მე, სულ ყველაფერი ეხერხება. მე ჩვენ რომ შევამჩნიეთ ახლა დედამაც მამაც მუსიკისადმი ეს ინტერესი ფოტო სხვათა შორის სურათების ბეჭდვა საინტერესებდა ძალიან.
ხო და უყიდა მამამ ინსტრუმენტი პიანინო შეუძინა მე ეს ფოტო დანადგარი იყო რაღაც რომელთაც ბეჭდავდა სურათებს პირველად რომ გავიგო ეს წიგნს ბეჭდავდა რაღაცნაირად ეჭვი მეპარებოდა კიდევაც უთხარში რომ ამდენ თანხებთან არის დაკავშირებული იქნებ არაფერი არ გამოვიდეს მეთქი მაგრამ აი რა ვიცი გაგონილმა მოლოდით გადააჭარბა რა და რა თქმა უნდა ამ წარმატებით ჩემი შვილის წარმატებით ახლა რომ შობის არ გაიხარდება ძალიან მიხარიან ხო და უსურვებ უფრო მეტად გაეღრმავებინოს ეს მიდრეკილება და კიდე დაეწეროს რა ვიცი სხვა რაღაც მოუსურვო ვახტანგ ცეცხლაძე მომავალი მეუღლე დედის დაჟინებული თხოვნით გაიცნო. ქალბატონმა ნადიამ შვილს საცოლე სოფელ კარალეთში ქორწილში ყოფნისას შეურჩია. ბოლოს და ბოლოს დედის თხოვნე დააკმაყოფილა ვახტანგმა და გაიცნო 17 წლის გოგონა რიტა გოგიაშვილი. როგორც ხდება ხოლმე, გაჩნდა ახალგაზრდებს შორის სიმპათია და შემდეგ ლამაზი გზნობა სიყვარულში გადაიზარდა. ეს სასიყვარულო ისტორია 4 თვის შემდეგ ქორწინებით დაგვიკვირდა. ბატონი ვახტანგი ცოლს ყოველთვის ეხმარება საოჯახო საქმიანობაში. მისთვის უცხო არ არის სამზარეულოში ფუსფუსი. თუ საჭიროება მოითხოვს საკმაოდ გემრიელად ამზადებს ბორსა და სხვა ნებისმიერ სადილებს. ვახტანგ ცეცხლაძე ჩვენთან საუბარში საკმაოდ გულახდილია. როგორც იგი აღნიშნავს, ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან გაუმართლა. ყავს კარგი მზრუნველი მეუღლე, შვილები, ძლები და შვილიშვილები. სამაგიეროდ უკმაყოფილოა შემოქმედებით თუ სამსახურებრივი მდგომარეობით. იგი მიიჩნევს, რომ დღეს ხელოვანი, შემოქმედი ადამიანები ნაკლებად არიან დაფასებულნი და მათ უფრო მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენ ახლა ძალიან დიდი სანადესა ვყავ სოფელ კარალეთში. დედაჩემის დედა კარლეთიდან იყო და დედაჩემი იყო დაბადებული ქორწილში. რო წავიდა ქორწილში, ნახა ეს ჩემი მეუღლე. მაშინ ის 17 წლის იყო, მე ვიყავი 21 წლის და მოეწონა ეს, ჩამოვიდა და მეთხრა შვილო ესეთი მე ვთქვი და რა დროს სწორია რა, ახლა ჩამოვედი მე ჯერ სამხრეთიდან, სწრაფად დამარცხდა გავიარო, გამოვიარო. ხო და დამაინტერესა ისე მიქოდა ისე უნდა ნახო აუცილებლად და ავედი და მე ვნახე რა ისე მოვაწყეთ საქმე რომ ვნახე ეს გოგო რა ვნახე და აღჭვანებული დავჭი რო თქვა რა ახლა ყველა თავის გემი საჭიროა რომ დედა დაუჭირო ხო აღჭვანებული დავჭი ახლა მეთქი ახლა მარტო ნახვა ხო არ არის ახლა ცოტა გზნობებს ხო უნდა გაგიჩეს რაღაცა და ნუ ახლა ამ დაახლოებამ მე მისვლამ მოსვლამ შეწუხებამ აღარ ძალიან დიდი უარები იყო თავიდან რომ არა ჯერ პატარა ასია ისია მაგრამ მე მოხდა რომ 4 თვის მერე დიდი ფილოსოფიანი ქორწილის გადამიხადა მწუნებული მომაჩი მაგრამ იმ ქუჩაზე მთელი 4 დღე 5 დღე კეიფობდა მთელი უბანი აი რო აქტუალი და მოიყვანეთ ეს თქვენი ჯეული ორი ნახევარი მერი თუ მიეხმარეთ უკვე ოჯახში ბავშვების გაზდაში საჭმელების მომზადებაში აი რაღაცა სახში თუ არ გიხერხებოდეთ მოიდება საოჯახო არქივი ყველაფერი მეხერხება რო გითხრათ სიმართლე ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი ჩემნაირ ბორშს და სხვადასხვა საჭმელს აი ესე რომ თქვა ოსტრი და ესეთი რამის ხო და ისინი ქალბატონები ჩემი ოჯახზე ვერ აკეთებენ მე რო ვაკეთებ აი თვითონ მე მიყვარს აი ჩემი ხელით რო ვაკეთებ რაღაც ისეთი ახლა რა შეეხება ბავშვების აღზრდაში დედა ჩემი ახალგაზრდა იყო მაშინ ნუ თვითონ დედა არ აყავდა ჩემი მეუღლეს მაგრამ მამი და ყავდა ვინც გაზარდა და ის აქტიურად მეხმარებოდა სულ აქ იყო ის ქალბატონის ქალბატონი რიტა და ბატონი ვახტანგი უკვე 28 წელია რაც ერთად ცხოვრობენ. უკვე საკმაოდ კარგად იცნობენ და უგებენ ერთმანეთს. ქალბატონი რიტასათვის ქმარი მესაიდუმია მის გვერდში მდგომი უერთგულესი ადამიანი. ამ რთულ პრობლემიან ცხოვრებას ერთად უმკლავდებიან და მრავალი ცხოვრებისეული ტრავმაც ერთად გადაუტანიან. ქალბატონი რიტა საკმაოდ დადებითი, კეთილ ყურადღებიან პიროვნებად ახასიათებს თავის მეუღლეს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მატერიალური ყოფა საკმაოდ მძიმეა, იგი მაინც ბედნიერია იმით, რომ მუდრო ოჯახი აქვს. ბედმა დაგვაკავშირა ერთმანეთს. ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. ბუნება, ხასიათი. ალბათ კიდევ ვიტყვი ერთადერთი ბედის ჯერა და ბედი იყო ჩვენი შეხვედრაც. ეს ჩვენი სიყვარულიც მე ეს შეხვედრა სიყვარულში გადაიზარდა და მოვდივართ ეგერ უკვე 28 წელია ერთად. და როგორია ეს თქვენი თვალით დანახული? დედამიწა ძალიან ძალიან ბევრი დადებითი. ძალიან ბევრი.
აი ეს 28 წელი ძალიან ბედნიერი ოჯახი, ну ალბათ მქონდა, ალბათ კი არა მაქვს და მექნება ბოლომდე. ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობა. მე მარტო მეუღლეს არ ხედავდი მასში. ალბათ ჩემი ფუცი მეგობარიც, ძმაც და აი მე საიდუმლე პირველ რიგში. იმიტომ რომ მე თვითონ დედის ერთად გავიზარდე, კი მყავს ძმა და მეგობა, მაგრამ მაინც ჩემი ბავშვობა უფრო მარტო გავატარე და 18 წლისა უკვე გათხოვილი ვიყავი და 18 წლის მერე მოვდივართ ერთად. ბედნიერი ვარ, ყავს კარგი მეუღლე, ყავს კარგი შვილები, კარგი რძლები და კარგი შვილიშვილები და ადამიანს თავარი ჯერ ოჯახური გარემო უნდა ჰქონდეს. თავარი მართალია ეკონომიური პირობებიც ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ მე მაგალითად ოჯახური სიმყუდროვე ძალიან ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უსურვებ ძალიან დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას პირველ რიგში. მე სადღეგრძელო რომ დავალოცე 50 წლის იუბილე რო ჰქონდა, მაშინ ვთხარი შენ რომ კარგად იქნები და ჯანმრთელად იქნები დიდხანს სიცოცხლე, შენი შვილებისთვის, შენი ოჯახისთვის ძალიან კარგი იქნება და შვილიშვილებისთვის და ოჯახისთვის უნდა იცხოვროს და იცოცხლოს ძალიან დიდხანს უსურვებ ძალიან დიდ წარმატებებს შემოქმედებით გზაზე. მათ 3 შვილი ჰყავთ, 2 ვაჟი ალიკა და ნიკა. ერთი გოგონა თამარი, რომელიც 14 წლისაა. ორივე ვაჟი დაოჯახებულია და ამ ლამაზ ოჯახში უკვე 2 პატარა გოგონაც დააბიჯებს, მარი და ლიკა. რაც შეეხება ძლებს, ისინი მამამთილის შესახებ აღთვალებით საუბრობენ და მას ყოველივე გაქვს უსურვებენ ცხოვრებაში. ჩემთან მიმართებაში უფრო მეგობრულია ვიდრე მამაშვილ ურთიერთობა, უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. არ არის მკაცრი და რა ვიცი, დადებითი ადამიანი. ძალიან კარგი პიროვნება, კეთილი. რა ვიცი, უსურვებ დიდ წარმატებებს პირად ცხოვრებაში, დინჯი და უღელებელი პიროვნება. რა ყოველივე კარგს წარმატებას ცხოვრებაში. რაც თვითონ სურს თავის სურვილების ასრულებას. პატარა მარიკი პაპის გახარებას ჯერჯერობით ლამაზი ცეკვით, სიმღერებითა და ლექსებით ახერხებს. დედაია და გიკრიფელურთალა და კოპცია, რაბატი და გადაფხული ერთად მომილოდნია. საღამოობით დიდი ოჯახი ერთით ოთახში იკრიბება. ბატონ ვახტანგის მიერ შესრულებულ მუსიკებს უსმენენ და თან პატარებს ოვაციებით აჯილდოვებენ. ჯერგულისელ ხმაცილი სამა არდასკობია სიბერის გზარი მაშინ შეშინდრო წავადესლას ძები გაერგეს ჩამოხრავს უზარი და როგორც ყველა ღმერთის ნაშობის ჩემი წასვლისაც დაგება ჟამი ვახტანგ ცეცხლაძეს წინ ბევრი გეგმა აქვს განსახორციელებელი. სუსში მისი დეტექტიული რომანი სასტიკი საზღაური უკრაინულად თარგმნოს და იქ გამოსცეს. თუმცა ამის განხორციელება ჩვენს რეალურ ცხოვრებაში ცოტა ძნელია და ეს დიდ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. რა იქნება მომავალში? ალბათ ეს შემდგომ გამოჩნდება. მანამდე კი ჩვენ მწერალს ვყავდით შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასრულდა. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთ და ისე თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახეს წარმოგიდგენთ ოჯახურ გარემოში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ნახვამდის.